მოგესალმებით ყველას და მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს გაგაცნობთ როგორც ყოველთვის ლაილაისთან ერთად. თავდაპირველად ქართულ შოუ-ბიზნესურ ამბებს გავესწრებთ. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. კომპანია მელოდი არტი 1 წლის გახდა და ამ 1 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა. საკმარისია გავიხსენოთ ურეკი, მელოდიის ღამე და 2004 წლის საახალწლო ღამე. იმედია უკვე 1 წლის კომპანია უფრო მეტ პროექტებს შემოგთავაზებს. მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავლის გეგმები მელოდი არტს საკმარისად დაუგროვდა. ჩვენ მემსახურებით ყველა დარგს სახელოვნებო და ვცდილობთ რომ აზროთ ის შეცდომები, რაც პირველი წლის განმავლობაში ჰქონდა, გამოცდილება უკვე საკმაოდ დიდი გვაქვს, იმიტომ რომ 12 მართლა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ. არის ძალიან ბევრი ახალი იდეა, ახალი გეგმა, ახალი დაკვეთა. ვემზადებით ალბათ ისრაელში საქართველოს კულტურის დღეებისთვის, ვემზადებით რამოდენიმე დიდი და ფართომასშტაბიანი თეატრალური პროექტისთვის, რამოდენიმე მათ შორის იქნება წმინდა თეატრალური, ზოგიერთი იქნება მუსიკალური პროექტი. ჩვენთან მოღვაწეობს ორკესტრი, რომელიც ასევე ჩვენ ფეხდაფეხ შეიქმნა და 1 წლის გახდა. ჩვენთან მოღვაწეობს ფოლკლორული ანსამბლი ლაშარი, გვაქვს არქივი, დიზაინ სტუდია და გარდა იმისა, რომ ცირკს გავხსნით და მელოდიის ღამეებს მოვაწყობთ და შოქს დავამატებთ, შოკური თერაპიით ვიმუშავებთ, ანუ ვეცდებით რომ ვიყოთ საინტერესო, ვიყოთ ამ დარგში ერთ-ერთი ისეთი კომპანია, რომელიც ლიდერია რეალურად დარგის. ჩვენ ამის მე ვფიქრობ, რომ რესურსი, ნიჭი, გემოვნება და ამბიციაც კარგი გაგებით გვაქვს. კომპოზიტორმა რუსამ ორჩილაძემ ახალი სიმღერა დაუწერა ნინი ხარსელაძეს და უფრო მეტიც. ისინი დუეტს ჩაწერენ მაესტროს ხმისჭამწერ სტუდიაში. სიმღერა ირინა სანიკიძის ტექსტზე შეიქმნა. ამ სტუდიაში ვაპირებთ მე და ნინი ჩავიწეროთ სიმღერა, დუეტი, რომელიც სოლო ვარიანტიც იქნება, მაგრამ ალბათ პირველად ვიმღერებთ როგორც დუეტს. ძალიან მომწონს ეს ახალი სიმღერა, ჩქარია და ჩემი შესაფერისი. ქარვასლაში ალექსანდრე როინიშვილის ფოტოგამოფენა მოეწყო. ბატონი ალექსანდრე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა და მისი ღვაწლი ფოტოგრაფიაში ბატონმა გია ბუღაძემ ასე შეაფასა. მან იგივე გააკეთა ქართულ ფოტოგრაფიაში, რაც ილიამ ანვაჟამ ლიტერატურასა და პოეზიაში. ფაქტიურად ეს არ არის მხოლოდ ფოტოგრაფია პირდაპირ გაგებით, არც მხოლოდ და მხოლოდ თქვა რაღაცა ქრონიკა, ეს არის რეალურად ვიზუალური ხელოვნების დიდი საფუძველი. და ამავე დროს ისეთი ძლიერი საფუძველი იმ გაგებით, რომ ფაქტიურად ასეთი მრავალფეროვანი, ასეთი ღრმა ვიზუალური თვალსაჩინო ხელოვნება ფაქტიურად ქართულ რეალობაში ჩვენ არც კი ვიცით. ერთი 20 წლის წინ აი ეს ფოტოები სადღაც ნანახი მქონდა. 20 წელი საჭირო იყო თურმე 20 წელიწადი რომ თავიდან მეპოვა თბილისი და ეხლა აი ამ დღეში ვარ რომ თვითონ ეხლა ვიპოვე თბილისი და მიხარია მაგრამ ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.